მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამჯერად მოროშკინას პოდკასტი მზიანი, არაჩვეულებრივი, ლამაზი, იუმორით ახსავსე გურიიდან მოგესალმებათ. რატომ გურია? იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ხდება რეგიონებში, განსაკუთრებით გურიაში, იმიტომ რომ იცით თქვენ, საშინელი სტიქია დაატყდა თავს გურიას და გვინდა რომ გავიგოთ რეალურად რა გაკეთდა იმისთვის რომ აღდგეს სახლები, იმისთვის რომ დაკმაყოფილდნენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად ყველაფრის გარეშე დარჩნენ. გურია, რომელიც ოდესღაც იყო ძალიან ძლიერი, განვითარებული, ჰქონდა რა თქმა უნდა ჩავარდნის პერიოდები და ახლა კვლავ იძენს აი იმ განსაკუთრებულ როლს, რომელიც უნდა ჰქონდეს იმ ადგილს, სადაც იმყოფება გურია, ანუ გამაერთიანებელია, ჰაბია ტურისტული. რა თქმა უნდა, ამას ხუთვარსკვლავიანი სეგმენტი ძალიან დაეხმარა და პირდაპირ ვთქვათ, რომ შეკვეთილის აშენებით ცხადია, გაჩნდა მეტი სამუშაო ადგილები, სამუშაო ადგილებს მოყვა ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის გახსნა, ევროპული ტიპის საბავშვო ბაღები გაიხსნა, სადაც 120 ბავშვამდე დადის ყოველ დღე და ეს საშუალებას აძლევს მშობლებს, რომ იმუშაონ იმ განვითარებულ ინფრასტრუქტურაში, ტურისტულად განვითარებულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც გურიაში შეიქმნა. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან გრძელი გზის, რასაც ქვია, უკვე ფეხზე დამდგარი რეგიონი. და გავიხსენოთ, რომ ოზურგეთიც, ლანჩხუთიც, ჩოხატაურიც, ეს არის ესეთი სამი შვილი გურიის, რომელიც საოცარია თავისი მთებით, საოცარია თავისი მდინარეებით, საოცარია თავისი ზღვით, ხო? ერთ პატარა აი ასეთ რეგიონში არის ყველაფერი, რაც კი შეიძლება ისურვო და ჩვენ ხედავთ, რომ გომის მთა ყოველ წუთში იძენს რაღაც განრკვეულ აუცილებელ ტურისტულ ესეთ როლს, რომელიც შემდეგ იქნება მთელი საქართველოსთვის როგორც სავიზიტო ბარათი, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც იბადებიან აქ გურიაში, არ მიდიოდნენ უცხოეთში, არ ტოვებდნენ აი ამ მართლა კურთხეულ მიწას და არ ეძებდნენ სამუშაო ადგილებს იქ, სადაც შეიძლება მერე პრობლემა ქონდეთ, იმიტომ რომ დედისგან მოწყვეტილი შვილი, სამშობლოსგან მოწყვეტილი შვილი ყოველთვის არის პრობლემა და სამწუხაროდ ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრმა ქალმა დატოვა საქართველოს. დღეს ემიგრაცია ზუსტად ის ჰაბია, რომელიც ეკონომიკურად ასაზრდოებს საქართველოს, მაგრამ მივიღეთ წყვეტა შვილებსა და მშობლებს შორის და სამწუხაროდ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ახლა, რომ აღარ მოხდეს საქართველოში არასდროს ესეთი ემიგრაციის ძალიან დიდი ტალღა, არ მოხდეს გადინება ქვეყნიდან, არ მოხდეს ის, რაც იყო ძალიან მანკიერი და ცუდი პრაქტიკა და სამწუხაროდ 90-იანების მერე შემდეგ იყო გარკვეული წლები 2003-დან დაწყებული, როდესაც საქართველოსთან უბრალოდ გარბოდნენ და ტოვებდნენ. ახლა შემოდინება არის. მე მახსოვს, როდესაც მე 2020 წელს სუფსაში ვიყიდე პატარა სოფლის სახლი, მაშინ იყიდებოდა ბევრი ქოხი და ერთ-ერთი ჩემია, რომელიც ვიყიდე და იყიდებოდა მართლა კაპიკებად. და მაშინ ვამბობდი, რომ როგორ მინდა დაბრუნდეს დრო, როცა აი ამ უსულო ქოხებში შევა სული, შევა ადამიანი, დაბრუნდებიან, მკვიდრნი და დღეს გაიარეთ. არ ჭირდება ამას დიდი ესე იგი ექსპერიმენტის ჩატარება, ხო მიდიხართ დასავლეთისკენ, გურია ხო გასავლელი გაქვთ და შეხედეთ თუ არსებობს ერთი ეზო მაინც, სადაც დარჩა ხუხულა. ყველა გარემონტებულია, ყველა გალამაზებულია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეგრული ეზოები მოგწონს, ლამაზი და ლაზათიანი და მშვენიერი ყვავილებით მორთული, ზუსტად ასეთია ახლა უკვე გურული ეზოები და მე მიხარია, რომ აი ჩემ თვალწინ გაიფურჩქნა თუნდაც აი ეს სოფლები, რეგიონები, ქალაქები, რა თქმა უნდა, რომ არა ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა ის ბაღები, რომელიც გაიხსნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სკოლები, რომელიც გარემონტა, ამბულატორიები და რა თქმა უნდა, აქაც უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აი თუნდაც ახლა სადაც ვდგავარ, რამოდენიმე ქსელური სუპერმარკეტია. ლანჩხუთის ცენტრში და არა მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებშია, ყველა სოფელში შევიდა ქსელური სუპერმარკეტები და როდესაც კომერციული ობიექტი შემოდის, ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა უკვე აკმაყოფილებს იმ სიტუაციას, რომ მოსახლეობა გადაცდა გარკვეულ რაოდენობას, როგორც ითვლიან, ხო, ბიზნესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ყველა ამ საკითხზე მინდა ვისაუბრო სარიშვილთან, ბატონი, ასე ვთქვათ, ალექსანდრე
ადამიანი, რომელიც მინდა პირდაპირ გითხრათ რა გადაიტანა იმ დიდთოვლიანობის დროს, ისევე როგორც ყველა მერმა, აბსოლუტურად ყველა რეგიონის გურიაში, ალექსანდრე საარიშვილი ის ადამიანია, რომელიც როდესაც დიდთოვლობა იყო, თავისი ხელით მიდიოდა, თავისი ხელით მიქონდა პური ოჯახებში და ამას აკეთებდა, მოდი ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა მაღალ ჩინოსანს ვეძახით ჩვენ, თუმცა ესენი არიან თავკაცები ამ პატარა ქალაქების სოფლების და რომლებიც ისე მუშაობდნენ და ისე კარგად ჩაიარა, მოდი ასე ვთქვათ, მსხვერპლის გარეშე, აი ამ უბედურებამ, რომელსაც შეეძლო მართლა გაენადგურებინა ხალხი, მათი დიდი დამსახურებაა. ამას უნდა მოყოს შემდეგი ნაბიჯი და რა თქმა უნდა პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის სიტყვაში ყოველთვის არის ხოლმე ნათქვამი ის, რომ მომავალ ზამთარს ისე უნდა შეხვდნენ აი ეს დაზარალებული რეგიონები, რომ არ იყოს არანაირი პრობლემა. თუნდაც აი აღარ ახსოვდეთ რა მოხდა და რა უბედურება მოხდა. მე ზუსტად ასე დავზარალდი, მინდა გითხრათ, უბრალოდ უყურეთ, ყველა სოფელში მოსახლეს აქვს საძოვრები, ხო? მეც მქონდა ასეთი მიწა, ცხადია, მე საძოვრები არ მჭირდებოდა და შევძელი ის მომენტი რაღაცნაირად, ვთქვათ, ამეშენებინა, გამეახლებინა სახლი, მაგრამ დავრჩი მიწის გარეშე, ხო? და ეს ძალიან დიდი დანაკარგია, იმიტომ რომ მეც ვთვლი, რომ მოდესღაც მეც მინდა საერთოდ მთლიანად გადავიდე სოფელში საცხოვრებლად და პატარა ფერმაც მქონდეს, პატარა სახლიც მქონდეს და მეც მინდა რაღაცა სხვა ტიპის ცხოვრებით ვიცხოვრო, ხო? მაგრამ რა ვქნა, მოხდა ეს უბედურება და ჩვენ არავინ არ ვართ დაზღვეულები. მინდა კითხოთ დღევანდელ მერს, რომელიც რა თქმა უნდა კენს იყრის და რა თქმა უნდა ოცნების სით და შემდგომშიც შემდეგი 4 წელიც იქნება ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე საარიშვილს თუ რა კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები დაცულად შეხვდნენ ზამთარს. რა კეთდება იმისთვის, რომ ანაზღაურდეს ზარალი და ზოგადად რა კეთდება კონკრეტულად ლანჩხუთში და იმ სოფლებში, რომელიც არის გარშემო. არ დაგვავიწყდეს, რომ აქვე არის შავი ზღვა, აქვე არის მდინარეები, აქვე არის მთა და აი ეს სამი კომპონენტი იძლევა იმ პერსპექტივას, რომ ძალიან მალე აქ იქნება ტურისტული ბუმი და მე მიხარია რომ აქ არსებობს უკვე სუფსის დღესასწაული, სადაც ყოველ წელს იკრიბებიან მუსიკოსები, მხატვრები ზუსტად ამ რეგიონიდან, რომლებიც აჩვენებენ თავის ნამუშევრებს, რომლებიც აჟღერებენ ახალ მუსიკას, მოდიან ადამიანები, რომლებიც თავს ყიდიან, სხვადასხვა რესტორნებიდან მოდიან შებზარეულები და გვიჩვენებენ თუ რა შექმნეს ახალი ამ კულინარიულ, ასე ვთქვათ, ინდუსტრიაში. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მიხარია რომ ეს ყველაფერი აქ ხდება და სულ მალე ინტერვიუ ბატონ ალექსანდრესთან. მოკლედ ლანჩხუთი არის ისეთი პარკების და სკვერების ქალაქი, ულამაზესი, არ ვიცი. კი, გასაგებია რომ სუბტროპიკული ზონაა და ყველაფერი ხარობს, მაგრამ ეტყობა განსაკუთრებული მზრუნველობა ამ ყველაფერს და მართლა ძალიან ლამაზია და მართლა ძალიან მოხიბლული ვარ. ახლა რა ხდება იმ თემაზე, რომელიც ჩვენას ძალიან გვაინტერესებს და გვადარდებს, იმიტომ რომ ნელ-ნელა საგიჟეთს ემსგავსება მთელი ქვეყანა, იმიტომ რომ ის რასაც კადრულობენ არა უბრალოდ ოპოზიციური ჯგუფები, არამედ თუ რაღაცა სექტანტებს ვიტყოდი მე, არაფერში არ ჯდება, არც მორალში, არც ძრდილობაში. ზოგადად ქვეყნის მტრობა ერთია და მეორე არის, რომ რაღაცა ფსიქიატრიულ კლინიკას ემსგავსება და ის ადამიანები, რომლებმაც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჯანმრთელი საზოგადოება აღზარდოთ, ძალიან რთულია. მე მესმის, რომ რეგიონებში ეს პრობლემა ისე არ დგას, როგორც მელიქიშვილზე და რუსთაველზე, მაგრამ აი რამდენად მარტივად მიდის აქ ეს წინასაარჩევნო კამპანია ქალაქთან, დედაქალაქიდან განსხვავებით ვიტყოდი. პირველ რიგში ჩვენს მუნიციპალიტეტს ზოგადად რეგიონში ეს ნაკლებად შეიმჩნევა, გარდა იმისა, თუ სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან ყველაფერს არ ნახულობენ ადამიანები, რაც ყველაზე ცუდია ვფიქრობ, იმიტომ რომ როდესაც ამას მომავალთაობა თუ ჩვენ უყურებთ ყველა ადამიანი, აქვიდან ყველაფერზე მეტად ზიზღი იგრძნობა, რაც ყველაზე ცუდია და ამხელა დაძაბულების კონზე, მაგრამ რეგიონში ამას ფიზიკურად ვხვდებით, იმიტომ რომ აქ ადამიანები კარგად ხედავენ რა არის კარგი, რა არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მართლა ძალიან ბევრი გამოწვევა ბოლომდე იქნა მიყვანილი, მაგრამ დღესაც არის სოფლებშიც, ქალაქშიც გარკვეული გამოწვევები, სოციალური პრობლემები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ სიტუაცია არ იგრძნობა ნამდვილად, პოლიტიკურ სიტუაციას, რაც ვამბობ, აბსოლუტურად თავისუფალია საარჩევნო გარემო, ისედაც იგრძნობა, რომ თითქოს არჩევნები არც კი არის მოლოდინი, იმდენად შვიდ და ისეთ ვითარებაში მიდის, არის სხვადასხვა ოპოზიციური ძალები, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ჩართული.
თუ არ ჩავთვლით რომ ვიღაცები ზოგჯერ სპეკულაციობენ რაღაცეებით რომ დანარჩენ სიტუაცია რეალურად ეს არ ჩანს მაგრამ არის გარკვეული სპეკულაციები თქვენ რაც ახსენეთ გარკვეული სიტუაციები ჩვენც გქონია თუნდაც იმ სტიქიის პერიოდში იყო თემა რომ აი ის კი არა რომ სულ იყო სტიქია ამ რაიონში ცხოვრობს 30000 ადამიანი ხო აქ ფაქტობრივად ყველა ერთმანეთს ვიცნობ ყველა ჩვენი მეზობელი ან მეგობარია ან ნათესავია ეგეთი სიტუაცია არის ფაქტიურად რომ გვერდში დავდგომოთ ერთმანეთს არა იქ რომ დაეწერა რომ იქ არ მიდიხართ იქ არაკეთებ და რაღაც ისეთი ჩასაფრებები ჩვენ წამოვალთ არ ყოფილა ჩვენ წამოვალთ ანუ იყო ერთი ფაქტი იდო კიდევაც იმაზე რა ქვია სოციალურ ქსელში სადაც როდესაც მივიდნენ უნდათ დაეწერათ რომ გზა არ გაწმენდილა ტრაქტორი მუშაობდა აქ არ გვაწყობსო ტრაქტორი მუშაობს ეს დაიდო რა ეს ხომ წარმოუდგენელი რაღაცა მაშინ როდესაც უჭირს ადამიანებს რომელ პოლიტიკაზე საუბრობთ ხო აუცილებელია რომ გავერთიანდეთ მივიდეთ გვერდში დაუდგეთ ერთობა რომელიც ყოველთვის ქონდა ქართველებს და სამწუხაროდ ამ სიტუაციამ ამ ბოლო ხანებში ძალიან იმძლავრად ცუდმა ფაქტებმა მაგრამ მუნიციპალიტეტში მაინც ვფიქრობ ნაკლებია ეგ სიტუაცია და ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ აანალიზებენ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ სხვადასხვა გამოწვევები აქვს თითოეულ ოჯახს თითოეულ უბანს მაგრამ კარგად ხედავენ იმ ყველაფერს და იმასაც ხედავენ რომ რაც კი შესაძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობით მაქსიმალურად ვთილობთ რომ გვერდში დაუდგეთ თითოეულ მათგანს ალბათ არ არსებობს მუნიციპალიტეტში ოჯახი რომლის გამოწვევა არ ვიცოდე რა 8 წელია მე უკვე ამ სიტუაციაში 8 წელია ვემსახურებ ჩემს მუნიციპალიტეტს და რეალურად ყველა ოჯახის ყველა უბნის ყველა ქუჩის პრობლემა ვიცი ზოგს რა თქმა უნდა ვაწესრიგებ ზოგი რჩება გამოწვევად და გეგმა გვაქვს გაწეული თუ როგორ და რანაირად უნდა გავაკეთო და ასეთ სიტუაციაში მივდივართ და რაც თავარია მე მაგალითად ვხედავ ჩემთვის აი თვალნათლივ არის ის მომენტი რომ ბრუნდებიან უკან ბრუნდებიან ის ადამიანები რომლებიც წლების წინ წავიდნენ ემიგრაციაში ვხედავ გარემონტებულ სახლებს ვხედავ აი ნაკადს რომელიც მოდის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხა მე სუფსაში როცა ვიყიდე სახლი გარშემო საერთოდ არავინ აღარა იყო და ერთი 4-5 მოსახლე რომელიც უშუალოდ ჩემი მეზობელია გერმანიიდან დაბრუნდნენ საფრანგეთიდან დაბრუნდნენ და ძალიან კარგია מחარებს ეს ყველაფერი ხა პრობლემები იყო არის და იქნება მაგრამ რაც მე შემიძლია ყველას უთხრა სამწუხაროდ როგორ ცხოვრობს თბილისის დიდი ნაწილი ხო უყურებენ სოციალებს უყურებენ ტელევიზიას და ვერ ხვდებიან რომ როგორც კი გადიხარ რამოდენიმე კილომეტრით ქალაქიდან არაფერი არ ხდება არანაირი ნგრევა არანაირი ყვირილი არანაირი ჩხუბი არ არის მე სპეციალურად გავიარე სამეგრელოს რეგიონში რომელიც მაინც რაღაცა მომენტში თითქოს უფრო ექსტრემალურად იყო განწყობილი ხო იყო პერიოდები არა აბსოლუტური სიწყნარე როდესაც ადამიანები მოდიან გელაპარაკებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ რომ აი ეს კვაზი ოპოზიციური კვაზი რატო ვამბობ ესენი ხო არ არიან ოპოზიციონერები ხო ესენი არიან ადამიანები რომლებიც არიან მართული გარკვეული ჯგუფით რომელიც მუშაობს იმაზე რომ საქართველოს ჯერ პირველ რიგში ომში ყოფილიყო ჩათრეული და ჩვენ გავიარეთ არ ვიცი სამართებლის წვერზე გავიარეთ პირდაპირ უნდა ვთქვათ და შესაბამისად ვფიქრობ რომ ის აი მუნიციპალური მუშაობა მნიშვნელოვანია თან ბატონო ალექსანდრე დამეთანხმებით ალბათ რომ ასეთი ტიპის არჩევნები როდესაც საკრებულოზეა ლაპარაკი ადგილობრივ არჩევნებზე არ უნდა ყოფილიყო ესეთი საგანგაშო ხო როგორც ამათ ხა დაანონსებული აქვს 4 ლამის რევოლუცია ეს ხო სხვა ტიპის არჩევნებია ეს ხო არის უფრო სოციალური ეს ხო არის აი რაღაც ადგილობრივი ეს არის არჩევნები იმის რომ წარმომადგენელი იყოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის რომელმაც იზრუნოს ხვალინდელ დღეზე შექმნას პროექტები კანონმდებლობა რომ გაუადვილოს ამ ადამიანებს ხვალინდელი დღე ხო შესაბამისი პროგრამები და პროგრამები და არა რაღაც ის განსაკუთრებული პოლიტიკური რა თქმა უნდა და უბრალოდ ყველაზე ცუდად ჩანს მეთქი ის რაც არის რომ ეს აგრესიაში გადადის ეს ოპოზიცია არ გამოდის ეს არის რაღაცა აზრებით გაჯერებული ადამიანები მართლა გარკვეულწილად სექტა რომელიც ყველაფერზე ამსული იმიტომ რომ ვიღაცა ძულს ან არ მოწონს ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ის ადამიანები რომლებიც ასე იქცევა თქვათ გავანებოთ ყოველზე ხვალ არის ხელისუფლებაში რა უნდა გააკეთო ჩვენი ქვეყანა ხო აღარ იქნება ფაქტიურად რამოდენიმე წუთში რამოდენიმე წუთში და ეს ხო არ შეიძლება რა ეს ხო კატასტროფაა და მე არ ვიცი ამდენი სიძული და ზიზღი რაც მოდის და ჩანს ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ არ იგზნობა მაგრამ ვნახულობთ ამ სოციალურ ქსელებში და ტელევიზიით ეს ძალიან მიუღებელია ალბათ ვფიქრობ ყველა ადამიანი ამაზრზეა და აი აქ უამრავი ადამიანი დადის ალბათ თქვენ შეხვდეთ დღეს რომ მიხვიდეთ და გამოკითხოთ ყველა იმაზრზეა რომ ერთხელაც ამოდოთ შეიძლება დამშვიდეს ეს ადამიანები ხო არ შეიძლება ყველას ერთმანეთი მოგწონდეს ხო არის ხო განსხვავებული აზრი ნორმალურია აქვს ძალიან
მშვიდობიანი ფორმა მიხვიდე, არჩევანი გააკეთო. თუნდაც ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ გააქვს შენ ავტორიტეტი შენ სუბანში, შენ სოფელში, შენ ქალაქში. სიტყვა გეთქმის. არ არის აუცილებელი რომელი თუნდაც პოლიტიკური პარტია გამოდი დამოუკიდებლად იყარე კენჭი, ვინმე მამას ხო არ შეზღუდულა, არ ყოფილა მსგავსი სიტუაცია. არც რა ვიცი, არანაირად არ ზღუდავს ამას დღევანდელი სიტუაცია, დღესაც აი კიდევ ერთხელ ვთქვი ლანჩხუთში რო გაიაროთ თუ კი იგრძნობას არჩევნო გარემო, გარდა იმისა, რომ აი ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს და ესე ძალიან გადატვირთული არ გვაქვს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოსახლეობა არ შევაწყვეტ, იმიტომ რომ იციან პროგრამები, იციან პროექტები, კარგად გამიგეთ რა ვიღაცა 200 ადამიანი გამოსული სადღაც თბილისში ქუჩაში სულ არ ადარდებს აღარ, ამათ უნდა მოწესრიგებული სკოლა, მოწესრიგებული ბაღი, მოწესრიგებული გზა და მოწესრიგებული პირობები და არა ვიღაცის ყვირილი იქ რო გამოდის და უშვერი სიტყვებით ხალი კაცი რაღაცა ისეთ რაღაცეებს იძახიან, რომელიც სამარცხვინოა მართლა პირდაპირ ეთერი და არ ეკეთებენ ლაივებს ამასე და მე მოწონთ ეს ყველაფერი თუ კი ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამას დებენ თავად რომ ეს კარგია. საპასუხო რეაქცია. ეს არის ყველაზე მეტად მიუღებელი. მე იმიტომაც ვამბობ, აი რატომ მინდოდა ჩამოსვლა პირადად თქვენთან, ვიყავი კახეთში ასევე ბატონ მალხასთან ჩავწერეთ ინტერვიუ და მინდა რომ ორშაბათობით, როდესაც არის მოროშკინას პოდკასტი, ვაჩვენო ადამიანები როგორც არიან. ხა ალბათ ხედავთ რომ არც დაცვა გვყავს, არც ძღოლი არ ყავს ბატონ ალექსანდრეს, მოვიდა თავად რულთან, საჭესთან თავად იყო, გამოვედით, მოსახლეობა გესალმებათ. ამას ვერ დადგამ, ამას ვერ ითამაშებ და წარმოუდგენელია მით უმეტეს გურიაში ვინმეს აიძულო რომ შენ აი ასე მოიქეცი. ეს არის თქვენი ძალიან დიდი დამსახურება. მე გისურვებთ წარმატებას, ვუსურვებ ამ მხარეს, განვითარებას, წარმატებას, ასევე იმ დანარჩენ ორ რეგიონსაც, სრულიად საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებისთვის. მადლობას გეტყვით და აი მაგ სიტუაციაზე მინდა გითხრათ. მე ორჯერ ვიყავი უკვე ამ მუნიციპალიტეტის მერი და მესამეჯერ შემომთავაზა მე ქართული ოცნების გუნდმა რომ წარდგენილიყავი ამ თანამდებობაზე. არ არის მარტივი გამოწვევებით სავსე მუნიციპალიტეტში მოხვიდე მართლა მესამედ, მაგრამ რომ არა იმ ხალხის სიყვარული, რომელიც არის ეს ნამდვილად ასია, რომელსაც უგზნობ ყველა შეხვედრაზე, ყველა ურთიერთობაზე. ეს იქნება მერიაში მოსვლად, მე ყოველდღიურად სამსახურში ვარ ფაქტიურად და მიღების დღე შეიძლება ერთი დღე იყოს, მაგრამ ყოველ დღე მიღება, როცა ადამიანს აქვს საჭიროება, როცა გავდივარ თუნდაც ქალაქში, დამოკიდებულება, მორიდება, ურთიერთობა ამ ყველაფერს რო არ ვგრძნობდი, ხო, რაც არ უნდა დიდი მხარდაჭერა იყოს ფიზიკურად ამ სიტუაციას არ დავთანხმდებოდი და მადლობა მინდა უთხრა ჩემს მუნიციპალიტეტს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში და ფიქრობს ყვალინდელ დღეზე, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და მე მჯერა, რომ ერთობით, ერთმანეთის გვერდში გომით უკეთეს გავხდით ყოველდღე. მადლობა. მინდა რომ მადლობა გადაგითხრათ დაინტერესებისთვის. ჩვენი მუნიციპალიტეტის და გვიგულეთ ყოველთვის გვერდში და მიხარია რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ხართ, თქვენ არის აქტიური ადამიანი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და მე გემშვიდობდებით მომავალ ორშაბათამდე. მოკლედ, აი ესე მოროშკინას პოდკასტი გურიიდან მიბრძანდება თბილისში. მე ვფიქრობ საინტერესო იყო ეს ჩვენი გასეირნება, ინტერვიუ და ძალიან საინტერესო და ახალი ამბები გავიგეთ გურიის და კერძოდ ლანჩხუთის განვითარებაზე და დაგველოდეთ სხვა რეგიონებშიც.